ქვეყნების განსხვავებული ინტერესები, ხო? ფაქტიურად საქართველოში არსებული ეგრეთ წოდებული სოციალური კლასი, რომელიც ფინანსდებოდა რაღაცა ნასხლეტებით დიდი იდეოლოგიური დაჯგუფებებისგან სოფლიოში რაც მართავდა პროცესებს ამან ყველაფერმა სერიოზულად იქონია აი ამათ ცნობიერებაზე სერიოზული გავლენა, ასე ვიტყოდი რა. პირდაპირ დავასახელებ იმ ფაქტს, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დიქტატორი დაუძახა უკრაინის პრეზიდენტს, არალეგიტიმურ პრეზიდენტს, იმიტომ რომ ას გაუვიდა უკვე ვადა და გამომდინარე ომის პროცესებია, იქ თავისთავად არჩევნების ორგანიზება ვერ ხერხდება, ვერც მოხერხდება, იმიტომ რომ უკრაინას დაკარგული აქვს ძალიან დიდი ტერიტორიები და პუტინი არ ტოვებს თავის განზრახვას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ უკრაინა აწივი ვეღარასოდეს ვეღარ დაბრუნდება თავის ძველ გეოპოლიტიკურ საზღვრებში. თავისთავად პუტინი მხარია ამ ომში და გასაგებია, მაგრამ რაც ტრამპმა თქვა, ეს იყო პირდაპირ კლონირება იმ ზოგადი საკითხების, რაზეც რუსეთი აპელირებს. ეს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რაღაცას, რომ დიდ გეოპოლიტიკურ სახელმწიფოებს შორის, ყოველ შემთხვევაში ამერიკასა და რუსეთს შორის დაიდო გარიგება, შედგა ეს გარიგება და ამ ყველაფერს დაზარალებული ყავს მხოლოდ და მხოლოდ უკრაინა. სხვა არა, იმიტომ რომ ტერიტორიები დაკარგა უკრაინამ, დანგრეულია მისი ინფრასტრუქტურა, მომსპარია მისი ეკონომიკა და პოლიტიკური სიტუაცია ჩიხშია, იმიტომ რომ არის ქვეყანაში ომი და ეს არის სრული ფორს მაჟორი, რომელსაც ჩემო კარგებო ასე მარტივად სიტუაციას ვერ მოკიდებს ხელს და ვერ იტყვი, რომ აი დღეს თუ ომი დავიწყოთ, იყოს მშვიდობა. მოვლენები არის ასეთი გეოპოლიტიკური, ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს, ან და როგორ უნდა მოგწონდეს ომი, მაგრამ აი ეს ადამიანები, რომელიც თქვი მე რა, რომელიც იმართებოდნენ მსოფლიო იდეოლოგიური სამყაროს ანასხლეტებით და ფინანსდებოდნენ, აი მაგ ტიპებს შეექმნათ სერიოზული დილემა, იმიტომ რომ ქართველი ერი სულელი არ არის და სხვა არის, როდესაც შენ თამაშობ შენი ინვესტორების ინტერესებზე და უნიჭოდ თარგმნი ამ ქართულ ტექსტებს და უშვებ საზოგადოების ფართო წრეებს, სხვათა შორის ეს არ არიან მარტო ნაცები, ქართული ოცნებაც კაი მაგრად მისდევდა ამ იდეას, კაი მაგრად უკიცინებდა კუც იმ დიდ გეოპოლიტიკურ სივრცეებს, საიდანაც მილიონები ცვიოდა, მაგრამ ხა იმაზე მეტი რა უნდა ჩამოუგდონ, წარმოუდგენელია ვინ იმაზე მეტი მოგცეს, რაც არის ხელისუფლება, ხო? ამიტომ ვის რა უნდა მიეცა ახლა ბიძინა ივანიშვილისთვის იმდენი მილიონი, აი რო ეთქვა 12 მილიონი ეგრე შენ და წადი ოპოზიციაში წავიდოდა ბიძინა ივანიშვილი არასოდეს ხო ამას ხელს არ მოკიდებდა რა. ხო და საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა დასაყრდენ ძალიან უპირობო შემსრულებლების ნაცები ნამდვილად იყვნენ რა. ნაცები ნებისმიერ შემთხვევაში ხელმომწერები იყვნენ ყველაფერზე. მათ შორის აი თუნდაც ომზე რა, პირდაპირ გეტყვით ხა. ამითი რა, იმას კი არ ვიძახი ბიძინა ივანიშვილი კარგია თქვა, მაგრამ საქმეზე რომ იდგა უკრაინასთან, ხო? შეიცვალა ადმინისტრაცია და იძახის ეს ომიო არასოდეს არ უნდა დაეწყო უკრაინას. რაღაცა ეს ძალიან წააგავს ქართულ რეალობას, როდესაც სააკაშვილმა ამ ავანტიურას გაუკეთა საქართველოში პროვოკაცია, მე ასე ვიტყოდი და მე იმას იძახოდნენ, რომ აი საკუთარ ქვეყანაში ომს როგორ დაიწყებ, ამას როგორ იზა, მე ზურაბიშვილიც იძახოდა, რომ ომი დაიწყო სააკაშვილმა, მე ახლა ძალიან ბინძური თამაშია ეს რა, ძალიან ბინძური თამაშია. ფაქტიურად მე ერთ რაღაცას ვიტყვი, ეს არის ორი სახელმწიფოს ბედი, ორი ერის ბედი, რომელიც მსგავსია ჩვენი და უკრაინელების და აღმოჩნდა, რომ ტერიტორიის დამცველი ქვეყანა თვითონ გამოდგა ბოლოს დამლაშავე რა, როგორც ქართულ ვარიანტში, აი ისე დაასრულებს ბოლოს ზელენსკიც თუ უკრაინაში სახელმწიფოებრიობა იქნა რაღაც დონეზე, ის აუცილებლად მას ჩააჯენენ ციხეში, მას ვერაფერი ვერ უშველეს, დამიჯერეთ რა. თუ მოვლენები შებრუნდება, მაგას მოუწევს სააკაშვილივით დაჯდომა ციხეში. აი ეს იქნება მისი ბოლო კანეც, თუ იქ ბაიდენს არავინ არ შეეხება ამერიკაში,
შეიძლება დაიწყონ გამოძიება რატომღაც იცი რა არის გახსნილებას ყოველთვის ერთი სახე აქვს ჩემო კარგებო და როგორი სახე აქვს ახლა მაგას გეტყვით თქვენ შეგიძლიათ თქვათ რომ ეს რა უმნიშვნელო შემთხვევაა ეს რა ბანალური მაგალითია მაგრამ აი გადაგვარების ფორმები არის ძალიან მარტივი და ძალიან პრიმიტიული თავდაცვის სამინისტროში ამ დედაარღლიანება ჩვენ თავდაცვის სამინისტროში და სად ვაკეთებთ ახლა პარალელს შეხედეთ მარტო 50,000 დოლარის ყავა ქონდათ დალეული ყავა იყო ნაყიდი 50,000 დოლარის მაგრამ ამერიკაში ეს აღმოჩნდა უფრო მეტი რომ დაიწყეს გამოძიება თეთრი სახლის ადმინისტრაციას და იქ გოგობიჭები რო იყვნენ აი ამ ტიპებს ფარდებში ფულები დახარჯული სახელმწიფო ფულები რაღაცა ეთყობა ახალი ფარდები უნდა და იქ მე ყავებში კოლოსალური თანხები დასახელდა ანუ რა გახრწნილებაც ზევით იყო იმის კოლონს აკეთებდნენ ქვევით ეს უაზრო ხელის ბიჭები რა ჩვენთან საქართველოში ზუსტად მე ასეთი კოლონი არ ვინახია სიგათახსირის როგორც აი ამ ორმა ეპოქამ სააკაშვილის და ივანიშვილის ეპოქამ წარმოშვა ქვეყანაში რა და სხვათა შორის აი უნდა ითქვას გულახდილად რომ ივანიშვილის ხელისუფლება იმდენად არ იყო დაინტერესებული ქვეყნის ბედით და ქვეყნის მომავლით და ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებით ივანიშვილი მზად იყო ოღონ ვიღაცისთვის რომელიც შემდეგ მომავალში რაღაცა იდეისთვის გამოადგებოდა ამ პოლიტიკური ნიშნისთვის გამოადგებოდა ხო გამოადგებოდა რა ჩაებარებია თავდაცვის სამინისტრო ჩაებარებია უშიშროების სამინისტრო ჩაებარებია სხვადასხვა უწყებები და მეორე დღეს თუნდაც ის მოესპო საერთოდ პირისა და მიწისა აი ნახეთ როგორი რაღაცა იყო ჩამრთეთო მე მით უმეტეს ანონიმურ პიროვნებებს არ ვთან ჩემო კარგო თუ საუბარი გინდა ყველაზე მცირე შენი სახელი და გვარით საუბარი უნდა გაბედო მნიშვნელობა არა აქვს ამას ვინახავ ხო და აი როდესაც აი ასეთ საკითხებზე მიდის ლაპარაკი რა ამას უნდა მივაქციოთ ჩვენ ყურადღება მარტო იმის გინება რომ ამის ფონდი შემოვიდა იმის ფონდი შემოვიდა სოროსის ფონდმა დააქცია საქართველოს მარაზმი და რატო იყო ეს მარაზმი გეტყვით აგიხსნით რა თვითონ ხდებოდა იმ სოროს ივანიშვილი თვითონ უკრავდა ტაშს და თვითონ ეფერებოდა და თვითონ უძახოდა რა კაი ტიპი იყო და ასე შემდეგ არ იყო არ არის მაგის სურათები და არ არის მაგის ფოტომასალა როდის მერე გახდა ეს კაცი პატრიოტი ჩვენი სამშობლო განიცდის ძალიან სერიოზულ გავლენის ველი ვართ ფაქტიურად აი მაგნიტური გავლენის ველი ვართ საიდანაც ექნება ფიზიკის კანონია ხო უფრინვითი მიზიდულობის ძალა იქეთ აიკრავს საქართველოს პოლიტიკური ვითარება და სიტუაცია ყველაფერს აი რა მდგომარეობაში ჩავარდით ჩვენ და რა მდგომარეობაში ვიმყოფებით ჩვენ და ეხლა ვეკითხები აგერ იმ უკრაინოლოგებს რა მე მაგას უკრაინოლოგები დავარქვი აი იმ ბიჭებთან საქმე არ მაქვს კაცო ვინც თავდაცვის სამინისტროდან უსამართლოდ გაყარეს და თავის და ოჯახის გადასარჩენად რამდენი იყო ისეთი რომ წავიდა და ქართველ კაცს ვერ გაუბრაზდები რა რატომ მიდის ხვის ტერიტორიაზე რატომ ბრძოლობს რა შეიძლება ჩემთვის ეს პირადად არ იყოს მორალური საკითხი მაგრამ საქართველოს აქ იმნაირი ისტორია ქართველი კაცი ავღანეთში წომობდა ერაყში წომობდა მანამდე სანამ რუსეთი იარსებებდა საერთოდ და რუსული ინტერესი იარსებდა და გეოპოლიტიკურ რუკაზე ქართველი კაცი გინდა აზიაში გინდა ევროპაში თავის ხმალს იქნებდა ყოველთვის და მე ვერავის ვერ გავამტყუნებ ფიქრათო წავიდა რა მაგრამ ფაქტი არის ერთ მე ყველას მოუწოდე რომ საბრძოლი არის საქართველოში საბრძოლი არის საქართველოსთვის და ის ნარატივი რომ მე უკრაინაში მივდივარ რომ საქართველოსთვის ვიბრძოლე ეგ მაგარი ყლეობა მაპატიოთ რა ეგა ზღაპარი და ორი კატეგორიის ფრონტი არის იმ უკრაინაში მე მაგაზე ვილაპარაკე ეს არის ყოფილი ხელისუფლების დანაშაულებრივი ბანდა რომელიც გარბის იქ იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვს და კატეგორია რომელიც გააგდეს თავდაცვის სამინისტროდან პროფესიონალი ბიჭები ნამდვილად რომ მართლა ახლა ფრინაუმა და არტილერისტმა შეიძლება არ იცოდეს რა ეს რა ქვია როგორ უნდა მოზილო თქვა რასტორი რომ შემდეგ იმას ქნა რა ქვია
მშენებლობაზე იქ რაღაც საინჟინრო პროცესები გამართვა, თუმცა კაცმა ეგეც უნდა იცოდე. და იქ სირცხვილი კი არა ნებისმიერი მუშაობა, მაგრამ როდესაც შენ გეძლევა ამის საშუალება და შენ მოგვეყალა მწიხლი დაგარტყა, ხო? და სხვათა შორის რა არის უბედურება, იცი? აი ეს პირველი კატეგორია, რომელიც უკრაინაში ჩასახლდა და ზელენსკის რეჟიმთან ასე ვიტყვი, ასოცირდა იმის გამო, რომ თითქოს უნდა იბრძოლონ იქ საქართველოსთვის უკრაინიდან, აი ამ ნაბოზურებმა აი ეს ბიჭები, რომლებიც სამსახურიდან გამოგდებული იყვნენ სხვადასხვა მიზეზების გამო, ხელის ბიჭებად დაიქირავეს იქ რა, კაპიკებს აძლევენ. თუ არ ვინმე მოეწონათ კლავენ და მე მიათრევენ იქ ფრონტის ხაზზე და რუსებს აბრალებენ. რა თუნდა რამის დაბრალება, რომ ქართველის სისხლში ხელი აქვს. მაგრამ ამას ხო ქართველი აკეთებს, ეს ხო რამოდენიმე ფაქტი მოხდა უკრაინაში, რომ ქართველმა ქართველი მოკლა პულის გულისთვის. ხო და ზუსტად აი ამ ეგრეთ წოდებულ პადგრუპას ვანო ბახმუტელი როა და ეგ კაცი გამოსირებულები არიან კიდე ხო? აი ამას მფარველობს ზუსტად ნაცების ეგრეთ წოდებული პარალელური მთავრობა რა. და ეს ბიჭები ვინც მიდიან, ექცევიან ამ კალანდაძეების და ზონდერების ხელში, რომელიც მართავს იქ ეგრეთ წოდებულ სიტუაციას რა. საერთოდ ომი იმხელა ქაოსია, ომში ასეთი რაღაცა მოსულა. თავისუფლად მოსულა ომში ასეთი რაღაცა. და მით უმეტეს ისეთ ომში, როგორც დღეს არის უკრაინაში, ნამდვილს გეტყვით ამას რა. და ქართველი კაცის სისხლი იღვრება უაზროდ და ეს მოღალატეები, ეს ბიძინა ივანიშვილების ანასხლეტები ამ ყველაფერს ხელს უწყობენ. აი რა არის პრობლემა, აი რა არის ყველაზე მეტად მიუღებელი მთელი ჩვენი ქართული საზოგადოებისთვის და მთელი ჩვენი ერისთვის და ჩვენი ერის გენოფონდისთვის, იმიტომ რომ იქედან უკრაინიდან ფულის მაგივრად მოდის ყუბოები რა, მათი ოჯახის წევრებისთვის, ვისაც გონია, რომ ჯერ რა გულით ხავთ, ბიჭო, რა გულით ეგუებით ამას, რომ თქვენი ოჯახის წევრები სხვა ქვეყანაში საომრად ფულის გულისთვის აკავთ გაშვებული, მაგის დედავადი. მე კიდე ერთხელ ვიტყვი, ჩვენ წავაწყდებით ისეთ გეოპოლიტიკურ მოვლენას, როგორც აგე რა ტრამპმა თქვა, დღეს ეს არისო უკრაინა, ხვალ შეიძლება რუსეთი იყოს. ვიღაცა შეიძლება არ მოწონს ეს, მაგრამ აი გეუბნებით რა, ისინი არიან ერთი რასის ადამიანები. ერთი სხეულის ადამიანები, ერთი სულის ადამიანები, ერთი გენეტიკური კოდის და ინდექსის ადამიანები. თუ რუსი არ იყო უკრაინელამდე, უკრაინელი იყო რუსამდე. და ყოველთვის აი ეს სლავური ჯიში და გენი წარმოსულია უკრაინიდან. და რომელი იქნება მათ შორის დომინანტი, რომ გაიერთიანოს გავლენები ერთმანეთს, ეს ქართველ ერს ნაკლებად უნდა აინტერესებდეს რა. გადახედეთ რამდენი მილიონია უკრაინა, რამდენი მილიონია რუსეთი, რამდენი მილიონი ვარ ჩვენ. ჩვენ ქართველებში, იცით როგორი პოპულაცია მოგვივიდა? ჩვენ ქართველებს მეორე კაცი გვარი სიმრავლით ქვეყანაში ყავს მამედოვი. ღმერთმა გაუმარჯოს მამედოვებს, მაგარი ხალხია, ძმაკაცი ყავს მამედოვი რა. ეს აქედანაც მივწერ მე გამრავლდი ღმერთმა კარგად გამყოფოთ თქო, მაგრამ ბიჭო, წადით აგერ ამის დედაშევეცი აზერბაიჯანში გამრავლდით ხო? საქართველოში უნდა გამრავლდეს ქართველები. ყოველ შემთხვევაში მეორე გვარი ქართული უნდა იყოს პოპულაციით. მე კიდე გეუბნებით, მაგრად მიყვარხართ, მაგრა გაფასებ და პირდაპირ ვიტყვი, აგერ ჯარში რომ მსახურობდი, იმდენი პიდარასტი ქართველი იყო ჩემი რგვლი, ხო? თუ ვინმე მიძმოდა გამიტანა, ეს იყო რიგითი აზერბაიჯანელი ბიჭები რა. და მაგაც სიყვარულს მე ვერასოდეს ვერ დავივიწყებ, მაგრამ ეს არ არის ქიციც მინდა და ქიც მაცურიც. ეს არის სულთა ეროვნული ამოძახილი, რომელსაც მე ვერავის ზურგს უკან ვერ ვიტყვი. ხო და შეხედეთ აგერ აზერბაიჯანს. როგორი სამხედრო ინფრასტრუქტურა შექმნა, როგორი პოლიტიკური პროცესები დაალაგა, როგორ მოუჭირა ყველას და ყველაფერს. აბა მის ქვეყანაში შენ თუ გაგეთებიებს რამეს ანტისახელმწიფოებს და ანტისამთავრობოს უძახე რა, გინდა დიქტატორი უძახე, გინდა შეხედეთ იმის პენსიონერს და მე შენ პენსიონერს შეხედე. არა გვაქვს ჩვენ ნავთობი, გამოსირებულები იძახიან. ოქრო ხო გაქვს, შედედა არნიანო. მე ოქრო რო გაქვს, რამდენი ტონა ოქრო გადის საქართველოდან? უფრო მეტი არ არის ოქროს ფასი ვიდრე ნავთობის? დაჟე ნავთობს შავ ოქროს უძახიან. გადათხარა მთელი კაზრეთი და თუსადმე რამე ისტორიული ის იყო, რა ქვია, საბადოები. ყველა აფეთქა ივანიშვილმა. და ამას აქ რამე პატრიოტიზმის გულში, როცა სოფლიო გრგვინავს. სოფლიოში მიდის უზარმაზარი გეოპოლიტიკური ძვრები და ცვლილებები, როცა მოკავშირეთა აზრიც კი არის ერთმანეთის მიმართ გაყოფილი. და ერთმანეთს უძახიან, არა შენ წადი, არა შენი უსაფრთხოება
მის საქმე უფრო მეტად არის ვიდრე ჩემი უსაფრთხოების რა. ეგ არის. ყველას ვთხოვ რომ მოიწონეს და გადააზიაროს ეს ვიდეო ლაივი. ჩემო კარგებო, ჩვენ აი ახლა ეს ივანიშვილის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება სულ ფეხებზე კიდია. რა იქნება ამ უახლოეს მომავალში? აგერ ეგრეთ წოდებული 3+1-ის ფორმატში რუსეთმა კიდე გააკეთა განცხადება, რომ აგერო ქართველებისთვისო სავარდლებიც არისო, დათმობილიო და მოდით და ვილაპარაკოთ თქვენთან, სომხებთან, აზერბაიჯანელებთან და ასე შემდეგ რა. ზოგს ძალიან ცუდად ესმის რეგიონის რეგიონალური პოლიტიკური სიტუაციები რა. შეხედეთ ხო რუსეთმა როგორ დათმო თავისი ინტერესი სომხეთში აზერბაიჯანის სასარგებლოდ. ეს რატო გააკეთა? აი, ვინმეს რო შეეკითხო ახლა ეს რატო გააკეთა, იტყვის რომ რუსეთი სუსტია და მითო გააკეთა. იცით რატო გააკეთა? აი ძალიან მარტივად გეტყვით, უკრაინიდან გაანეიტრალა თურქეთი. თურქეთი არის სულიერი და ხორციელი თანამოკავშირე აზერბაიჯანის. ფაქტიურად ისინი ერთ სახელმწიფოს სხვადასხვა ტანში უძახიან ასე ერთმანეთს. ხო და რა მინდა იცი რო გითხრათ? აი რის საფუძველზე დაუთმო რუსეთმა აი ეს ტერიტორია აზერბაიჯანს და მიაღწევია იქ თავისი მიზნები, იმიტომ რომ თურქეთმა თავისი ბაირახტარების მიწოდება შეწყვიტა უკრაინისთვის, რაც უნდა ითქვას, რომ სერიოზულ ზიანს ახერხებდა რუსეთის არმიას, ძირითადად ეს იყო ფეხოსანი ჯარი, პეხოტა ეგრეთ წოდებული და მსუბუქი ჯავშან ტექნიკა და ეს იყო ლოჯისტიკის მანქანები თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საერთოდ გათიშა ამ ომიდან თურქეთი და გაიხადა მისი თანამოაზრე და ფაქტიურად მისცა მას რეგიონალური მოთამაშის სტატუსი. გამოყო რა ის ევროატლანტიკური სივრციდან თავიდან ბოლომდე. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანა არის. აი როგორი პოლიტიკა განახორციელა ამან და დღეს აგერ უძახის კავკასიაშიო აგერო ჩამოდით და დავდგეთ და ვილაპარაკოთ. პრობლემა კიდე ერთხელ ვაცხადებ რა, ის კი არ არის რომ რუსებთან ლაპარაკი არ შეიძლება. ამას იტყვის მხოლოდ რეგვენი, რომ რუსთან დიპლომატიური ლაპარაკი არ შეიძლება. თვით ამერიკის პრეზიდენტიც კი ლაპარაკობს დიპლომატიურ ენაზე მათთან. ამას ამისახელეთ მე თქვენ გინდა ევროპაში, გინდა საქართველოში და ჩვენ რეგიონში არ ვლაპარაკობ, რომ იყოს ვინმე ძლიერი ამერიკის შეერთებულ შტატებზე. რატო ლაპარაკობს? რატო თუ აქვს ისეთი ძალა, რომელიც მაგათ საბოლოოდ მოსპობს და დაახევიებს და უარსათქმევიებს ამ სამხედრო პოლიტიკურ განზრახვებზე, რაც არის სხვა ქვეყნების ტოტალური ოკუპაცია, რატო ლაპარაკობენ მასთან დიპლომატიური ენით? თუ რა ხდება ეს როგორი სამართალია, იმათ აქვთ რუსებთან ლაპარაკის უფლება და ჩვენ არა გვაქვს. ვიღაცას ესმის ახლა ეს სხვანაირად და არასწორად, იმიტომ რომ არ აქვს გაანალიზებული ამ ბლოგის შინაარსი და რასაც მე ვამბობ, აი ის ზუსტად. რუსებთან ლაპარაკი კი არ არის პრობლემა. პრობლემაა ვინ წარმოგადგენს შენ რუსებთან ლაპარაკის დროს. რაზე ლაპარაკობ და რითი ლაპარაკობ. თორე ოტეიოსელიანის არ იყოს ლაპარაკის სწავლასო 2 წელი უნდაო და რასად როგორი ლაპარაკო, მაგათ მთელი ცხოვრება. კაცის მიმართ კაცზე თუ არის ეს ნათქვამი, სახელმწიფოზე ხო 10 მაგი და 20 მაგი ითქმის, ჩემო კარგო. ხო და მაგას გელაპარაკები. ესენი კოცები იქ რო დაჯდებიან. გინდა 3+1, გინდა 3-ში გრძელი სამიტი დაარქვი, რაც გინდა ის დაარქვი. რა უნდა ილაპარაკოს ბიძინა ივანიშვილის განაკუებმა, ვიღაცა გამოსირებულმა, რომელსაც აი ისეთი პრინციპი ჩააბარა თავდაცვის სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც ჩააბარა მაგალითად უშიშროების სამინისტრო. აი აწყობდა რომ ვიღაცა ტიპი ყოლოდა იქ შეფმაისტერად და დანიშნა შეფმაისტერად რა, შეფოვარად და ასე შემდეგ. ძალიან სერიოზულ ჩიხში მივდივართ რა. ჩვენ არ გვყავს კაცი, რომელიც წარმოგვადგენს აი ესეთ შეხვედრებზე რა.
თავდაცვის სამინისტრო რა დღეშია? ტრაგის დღეშია მეგობარო. შენ ნეტა იცოდე იქ რა ხდება. აი როგორც სამღვდელოება დაახლოებით იმ დღეშია. რაც ერია ისაა ბერი. ზუსტად აი მაგას გეტყვით. რა ვიცი ხა მეც აქ ვერაფერს ვერ აგიხსნით. უბრალოდ წუხილით მინდა გამოეხმაურო ერთ ამაზრზე შემთხვევას, აი ჯვრის მონასტერში ყვითელკანიანებმა აი ძალიან შეურაცხმყოფელი რაღაცები რო ჩაიდინეს რა. ლამის მოისაქმეს იქ. და მე გული მткиვა ამ ყველაფერს მე მეგონა რომ საპატრიარქო გამოვიდოდა და თავის სიტყვას იტყოდა, ერთ სიტყვას იტყოდა და რა ვიცი რაღაცნაირად მისთვის იქნებოდა ეს მნიშვნელოვანი. რომ ან მოეწოდებია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, ან კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის, რომ აი ესეთი ვანდალიზმი დაუშვებელია. მიდით ახლა ერთი თქვენ და აგერ რა ინდოეთში ტაჯ-მაჰალის საკულტო ტაძარს შეეხეთ. ეს არის ადგილი, სადაც არც უშეხებას, არამედ ფოტოს გადაღებას და ფოტოს გადაღებაზე ექნება პრობლემა, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა რაკურსი არ მოეწონოთ და შენ ის არ უნდა გადაიღო ისე. იმიტომ რომ მიაჩნიათ ეს მის ღირებულებად. და შენ საკულტო ტაძარში ლამის მოგისაქმა. და არც ერთი მათგანი ერთი უბრალო მღვდელი გამოვიდა გერმანიიდან და იმან იყვირა რომ რა საკეთებთ თქვენი დატირებულებას. გაჩერდითო. გმადლობთ ვინც უყურებს ამ ჩემო კარგო YouTube-ში თქვენას უყურებთ. დიდი მადლობა. რომ უყურებთ, ჩემი თხოვნა იქნება გამოიწეროთ ყველამ ვინც უყურებთ. ხო. ერთი არ გამოსულა საპატრიარქოს სახელით და არ უთქვიათ რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო გამოდით ბიჭო. და ვალდებულებაა თქვენი ეს ამ ადამიანების მიმართ აღძრა ცისხლის სამართლის საქმე და მინიმუმ ბოდიში მოახდევიოთ და ესე დაატოვებიოთ ქვეყანა. ხო, აი გელათი დაანგრიოს, გეთანხმები. გელათში მოსპეს ბიზანტიური სტილის ფრესკა ღვთისმშობლის, ახლა რაზე არის ლაპარაკი ამის მერე რა. აბა მოდი შენ და შეეხე 25 მილიონ საპატრიარქოს რო ერიცხება, მაშინ თუ არ მოიღებენ ხმას. მეორე დღესვე აღუძრეს საქმე. რის მერე აღუძრეს, აგერ 1000 მაკაცმა რო ვიყურე, ერთი განცხადება ჩამიგდე, აგერ რა ლისი რო გაწერია, ჯიგარო. ერთი განცხადება ჩამიგდე საპატრიარქოს, სადაც დაგმობილია მათი ქმედება. აღძრავდნენ საქმეს, აბა რა იქნებოდა გომელაურის გამზრდელს ვაბრუნებდით სემსოროკის ფორმატში და აბა რას იზამდნენ. თანაც ახლა ეგენი ხო კონსერვატორები არის. ხო, ჩემოკარგებო, აი ეს იყო ყველაზე გულსატკენი საქმე. აბა შენ მიდი იქ იმ საპატრიარქოში და შეეხე იმ 25 მილიონ შეეხე, იმ კასები რო აქვს დადებული იმას შეეხე, თქვი რო არ შეიძლება ეკლესიაში ამდენი ფულის მოგროვება, ამდენი გაჭირვებული ხალხისგან დასვი, მაგალითად კითხვა იმის შესახებ, თუ რასაკეთებს ეკლესია და ზოგადად საპატრიარქო გაჭირვებული მოქალაქეებისთვის ხდება თუ არა მათზე შემწეობის გაღება საერთო ხურჯინიდან. ეგ არის. და როცა შევიდაო ინფორმაციაო დაიწყესო გამოძიება. კარგი, ახლა ოღონ ჩემი ჭირი მე რა მაგალითად ტრაქში ვაზელინს ნუ ამოუსოფ რა. აღარ არის საჭირო რა. მაგედმა რა ფეთქე საყდრისი. ვის რა უნდა და რინ რა უნდა დაიწყოს და რაზე უნდა დაიწყოს გამოძიება საუკუნოვანი ზეგლი მოსპეს აგერ იმაში. აი რა თუ ჩემი ძმა ხარ. არაფერს არ ვამბობ გელათის მონასტერზე რა. ახალი გადახურვა ნახე გელათისო რა დღეში ვარ, აი ვის ხელში ვარ თუ აგერ წერს ბადო. არ მინახია ჯიგარო. აი გულახდილად გეტყვი გელათის ეზოში ვარ გაზრდილი რა. ჩემი ბებია იყო, ჩემი მამის დედა იყო გელათელი ქალი, დოღონაძე იყო გვარად და მოკიდებდა ამ პატარა ბიჭებს ხელს, მაშინ აი უბედურების წლები რო იყო 90-იანების მერე აქეთ რა. ომის წლები და უბედურების წლები რა. ხო. რა იყო იცი? ემაშვებოდა რა ქვია, წაგვიყვანდა ამ იმაში რა ქვია. ამ ეზოში და
გვათამაშებდა და იმ კულტურით და იმითი სავსე ვართ ჩვენ ყველა. და სხვანაირად მოქმედებს, კაცო, გელათის მონასტერი არ არის ჩემთვის რაღაცა ისეთი საკითხი და ისეთი თემა, რომ ასე იყოს გასატარებელი რა ეს თემა. რავი, ახლა რა უნდა ვთქვა მე? თუ ვინმეს რამე აქვს დაშავებული, აუცილებლად მე მჯერა, რომ აი ეს აუცილებლად მოუბრუნდება უკან. აუცილებლად მოუბრუნდება უკან. აუცილებლად. ან შეხა რავი რა ვთქვა? მეც მე ვერაფერს ვერ ვიტყვი. ღმერთია მოწამე, რომ ქართველი ერის მიმართ და ზოგადად ჩვენი კულტურის მიმართ შეიძლება ბევრს ქონია იმის სურვილი, რომ აელაგმა ქართველი კაცი და მოესპო თავის ქვეყანაში თავისი რელიგიით, მაგრამ ეს არ მომხდარა ასე რა. არასოდეს არ მომხდარა ასე. აი ამის თქმა მინდა მე და ახლა დანარჩენი აგე რა ჩვენ წავაწყდებით იმ მომვლენებს, რომ უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ისეთ აგრესიულ თემებზე მოქმედება, როგორც არის ტყვია-წამლის ჩადება მაგალითად. მე ახლა არ ვაправებ არავის რა და არც ამაქვს მაგალითად არავის მიმართ პატივისცემა, ვინც ამ ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ ტრიბუნებში მუშაობენ ოპერატორებად. თან როგორი ვარიანტია, იცი? ამ ოპერატორებად მუშაობას ვერ დაიწყებ, თუ ზონდერი არ ახარ რა. პლუს ამას უნდა იყოს ზონდერი, ციხლით შეგეძლოს კაცი გადათელო, რომ იქ მეორე პროვოკატორს მისცე იმის საშუალება, რომ მიკროფონი ჩათხაროს კამერაში და რაღაცა პროჭობა გააკეთოს. და უმრავლესობა ამ ოპერატორების არის სერიოზული ნაბოზურები, თუ გაინტერესებთ რა. დასაჭერები კი არა, დედები აქვთ მოსატყნავი. მაგრამ არის მეორე გარემოება, ის შეიძლება ცუდია. მაგრამ შენ რომ ხარ პოლიციელი, ძალოვანი უწყება და გააქვს იმის ვალდებულება, რომ შეინარჩუნო წესრიგი, კანონი, დადგე ხულიგნობაზე და მაიმუნობაზე მაღლა, არ იყო პროვოკატორი, ხო? შენ ბიჭო რა უფლებით ეუბნები, რომ აი ჯერ აშანტაჟებ. მერე მეორე თანაც შანტაჟს გააჩნია, აშინებ, რომ ტყვია წამას ჩაგიდებს სახში და ასე იქნება. ამას აკეთებდა შევარდნაძის დროინდელი პოლიცია. კი, მერე სააკაშვილის პოლიცია უკვე საჩვენებელ კრიმინალს აკეთებდა, როგორც იყო რიტუალური მკვლელობა. უკაცრავად. რიტუალური მკვლელობები და ისინი გააკეთებდნენ წელიწადში ერთ მკვლელობას, ორ მკვლელობას. ისეც დასანახს, რომ ტერორის სახე ქონოდა ყველაფერს დამთუხის ეგრეთ წოდებული ოპერაცია, აბა რა იყო? მაგათმა არ გააკეთეს ანგელოზ ზვით ბიჭები რო ჩაცხრილეს იქა? ბათუმელი ბიჭები? მაგათმა გააკეთეს. და ისინი კიდე იქ ბევრი მაგნაირები. ახლა რომელ ერთზე უნდა ვილაპარაკო? სერგო თეთრაძე მოკლეს, უპატიოსნესი კაცი. ვაშკაცი კაცი, აკადემიაში ლექტორი იყო, ჩემი. აზრ რომელ ერთზე გილაპარაკო? ამათ თან დაუდასტურებლად და დაუმტკიცებლად. ამათ ევროპული ღირებულებებია. კი აკეთებენ ეხლაც და მჯერა ჩემო კარგო. ახლა მივიღე მაგალითად ინფორმაცია, აგერ ქუთაისში ბაზრის ბიზნესი ვერ გაუყიათ და ხალხია ჩაცხრილული ამ თემაზე. ვისი წილი ექნება, რანაირად ექნება, როგორ იქნება, მაგაზე მიდის ავტომატებით ერთმანეთში ჩვეულებრივ დაბრუნდა ეგრეთ წოდებული ტოტალური ბეზბრიდელი. აი ეს არის სიმართლე. და ამ ხალხს ის აწუხებს სალომე ზურაბიშვილს, ვინ ესვრის კვერცხს და გახარიას სად მოხდება კვერცხი. მინდა რომ ამ თემასაც შევეხო და ზალადობის ყველა ფორმას მე ვერ წავახალისებ ვერცერთ ზალადობის ფორმას, მაგრამ იცი რა არის, როდესაც ზალადობის შემოქმედები გამოდიან და იზახიან რომ სხერფლები არიან ამ ზალადობის, მე ასეთი ხალხი არ მეწოდება რა. არ მეწოდება, აი გულახდილად გეუბნებით რა. და როგორ უნდა გამოვიდე ახლა მე და სალომე ზურაბიშვილს როგორ უნდა უთან აგრძნო? ან გახარიას როგორ უთან აგრძნო? როცა მე პოლიტიკური დევნილი ვარ და როგორ იცი? მაგენს რო კვერცხი ესრულეს, ისე კი არ მესროლეს და დამხვდნენ. დამხვდნენ თავისი ვიდეო გადამღებით, თავისი ეგრეთ წოდებული პოსტივი ჟურნალისტი, თავისი პროვოკაციული ჯგუფი, თავისი მსახეობები, თავისი უშიშროების თანამშრომლებით და პოლიციელებით. ჯერ კასტეტი მირწყეს უკნიდან და მე ნახევარი სახე თვალბუდისაგან ლამის ამომთხარეს. და კაცშვილი არ იყო ამას დაჭერილი, ახლა უნდათ რომ კვერცხის როლისთვის კაცი დაიჭირონ ჩასვან ციხეში? რატო ზალადობაა კვერცხის როლა?
მაშ ხელი რო დაარტყით ეგრე პოლიციელს იმ მზია ამაღლობელის თემაზე, მზია ამაღლობელი უნდა იჯდეს ციხეში და ის კვერცხის მსროლელი უნდა ჩავსვათ ციხეში. აი როგორი სტანდარტები გაქვთ თქვენ? რა არის იცი? ზურაბიშვილს ერთი ხმა არ გაუღია, გახარიას ერთი ხმა არ გაუღია. ჩემი ძმა პოლიტიკური დევნილია. სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს, რატო უყვარს ქვეყანა. და დიდგორობაზე რატო წავიდა იმას აღსანიშნავად და თურქებს რო არ წენოდათ ეს ყველაფერი, ამიტომ უნდა დაჭერილი იყო ჩემი ძმა. და პლუს ამას აგერ არაპატიეს ჩემი ძმობა და ის რომ მე დევნილი ვიყავი. და გახადეს კაცი ისიც დევნილი. ამ ღორიშვილებმა. რასთვის დაიჭირეს დათო კუტალაძე? დღემდე არ აქვს დამტკიცებული კაცი ციხეში და არის ის სიგულისთვის. ლექსო მოკალი, ეს მოკალი, ის მოკალი. ამ დროს ტიპი წამალში გაიბარა, ცხონებული, წუხარ. მაგარი საყვარელი დედა ყავდა, რო გამოვიდა ის ქალი და ილაპარაკა, ღამე ვერ დავიძინე. მაგრამ ფაქტი ხო ფაქტია, კაცო. ადამიანს რომ მკვლელობას აბრალებ რა, მით უმეტეს ვიღაცის და მით უმეტეს რუსთაველზე მთავარ მოედანზე, ხო? კაც არ უნდა დაუდო ფაქტი რომ აი შენ ხელი დაარტყი, შენ ცივი იარაღი დაარტყი. აგერ არის სამედიცინო დასკვნა, ამან გამოიწვია ეს, ამან გამოიწვია ეს. კი, შეიძლება დაარტყა ხელი მოგვიანებით მოკვდეს კაცი, მაგრამ ხო უნდა იყოს საზოგადოება ამის შესახებ ბოლომდე ინფორმირებული და გამჭირვალეთ ხო უნდა იყოს. მათი მძღნერი არ არის და ჩვენი მძღნერია თურმე მძღნერი მარტო. აი როგორი კანონი უნდათ ამას და რას უძახიან ეგენი დემოკრატიას. ქოცების დედას როშევეცი მე ისე დაიჭირეს გიორგი ჭელიძე. ბიჭო, ამათან უნიჭოები დებილები რა. საბრძოლო მასალა ჩაუდებითო, ჩაუდეს. და ისიც ვერ ჩაუდეს სწორად და სამონდირეო მაღაზიაში რო იყიდება დაბალი მუხტაჟობის ტყვი, ახლა როგორ აუხსნა ვინც არის ის. ჩაუდეს ის და გაუსაღეს საბრძოლო მასალა. აღმოჩნდა რომ მე ეს ტყვია წამალი ისთვისაც კაცმა 3 წელი დანახევარი ციხეში გაატარა, თავისუფლად იყიდება აგერ მაღაზიაში და თქვენ ციხიდით. ნებისმიერი დასრული ადამიანი, ქალი თუ კაცი, თუ მიხვალთ იმ მაღაზიაში და პირადობის მოწმობას გაატარებთ, აიღებთ მაგრამ ტყვია წამალს. ჯო არის ეს რას გავს ეს ამის დედავატირი. გახარია არის, ესე იგი დაზარალებული და ვინც ციხეებში იჯდა, ვინც პოლიტიკური დევნილები ვართ, ვინც თავზე დაგვესვნენ, ვინც ციხლის გადაგვიერეს, ჩვენ არა ვარ დაზარალებულები? რა ვქნა მე? მშობლიური ენა ჩემი ქართულია. სისხლით და ხორცით ქართველი ვარ. ჩემი ქვეყნის გულისთვის ომში ვარ ნამყოფი. და ფეხზე წესივრად ბოტას ვერ ვიცმავ, იმიტომ რომ სამხედრო ბატინგისგან დეფორმირებული მაქვს ფეხები. წლების მანძილზე. ასე დამიტოვა ეს ეგრეთ წოდებულ საჩუქრად. სტრატკომი რა არისო გამარკვიაო. დავით დზო გაგარკვევ, მეგობარო გაგარკვევ ამ წუთას კიდევ ერთი როგორ გითხრა, ესეთი უმაქნისი კუდრათმშობილი ბიუროა სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, არ ვიცი ახლა შეიძლება გაზარდეს კიდევაც, დეპარტამენტი აღარ არის, სადაც ყველა ბოზი, ყველა ჩათლახი, ყველა დედამოწყნული მუშაობს და ეს იყო ორგანიზაცია, რომელიც ყველაზე მეტ ყავას სვამდა თავდაცვის სამინისტროში და ეს სტრატკომები და პროჭკომები ბევრი აქვთ სხვადასხვა უწყებებში და გათხრილი ყავთ იქ მაგალითად ლევანა ბერძენიშვილის რძალი, დათო ბერძენიშვილის რძალი, ვიღაცა მოლოდინის ცოლის დაქალები, ვიღაცა ურია შაიშმელაშვილის ნათესავები, იქ მეორე ვიღაცა ურია მეორე შაიშმელაშვილის ახლობლები და ესეთი ტიპები მუშაობენ. გამიგე? აი ესაა შენი სტრატკომი და პროჭკომი. უკაცრავად რა. ყველაზე გათახსირებული, ყველაზე გარყვნილი და ყველაზე მკვდრათშობილი ორგანიზაცია. გასაუქმებელია, როგორც სახალხო დამცველის ოფისია გასაუქმებელი. თქვენ ვერ ნახავთ, აი ვერ ნახავთ, აგერ რა საფრანგეთში სახალხო დამცველის აპარატი არ არსებობს. მაგრამ არსებობს კანონი. და ეს კანონი რას წერს იცით? ეს კანონი ამბობს ესეთ რაღაცას, რომ პროკურორი, რომელიც არის სახელმწიფო ორგანიზმი, სამართლებრივი უწყების და ნიშნავს რას იცით? პროკურატუმ, ნიშნავს ლათინურად მზრუნველს.
რატო ქვია ამას იცით მზრუნველი? პროკურატორ ვიღაცას ჯალათი კი არა თქვენ რო გონიათ ბევრს რომ აი პროკურორმა აღძრა საქმე პროკურორი მოვიდა პროკურორმა ასექნა პროკურორმა ბრალი წაუყენა პროკურორი ამას იმიტომ კი არ აკეთებს რომ ჯალათია მას აქვს პროკურაცია პროკურატუმ მას აქვს ნება ამისი რომ იყოს საზოგადოების დამცველი მზრუნველი იყოს პროკურატუმ ლათინური სიტყვა ვიმეორებ თქვენ დედამოწყნულებო ვინც არის ეს რას ნიშნავს როცა ქვეყანაში პროკურატურა თავის ადგილზე დგას რა ჩემ ფეხებად მინდა საყალყო დამცველი ვიღაცა ბოზანდარა ლომჯარია თუ არ დამაჟდა თავზე ან გამოყლევებული ელისაშვილის ვიღაცა პარტიული ანასხლეტი რომელმაც ელისაშვილის ნაბოძვარი დიშვილი დასვა იქ მეორე დღეს სანამ აქედან არ უკივლეთ მანამდე რო არ ანთავისუფლებდა მე მინდა ქვეყანაში მყავდეს ძლიერი პროკურატუმ ძლიერი სასამართლო მინდა მქონდეს ძლიერი კონსტიტუცია მინდა მქონდეს რომ ამაყი ვიყო რომ თავაწეული ვიარო და ეხლა იძახიან იმას რომ იცით რა შემოვა კანონი სამშობლოს ღალატის შესახებ და რა ჩაითვლება ამ სამშობლოს ღალატში რა ჩაითვლება რა იქნება ეს სამშობლოს ღალატის დეფინიცია კლასიკური გაგებით და სანქცია როგორი იქნება კი ძმაო ჩემი არ ვიცი 7 ერმილემსა ჩემი ძმა არის კვიდრი ძმაა ჩემი უპასუხე რა იქნება სანქცია სამშობლოს ღალატისთვის რა მუხლი იქნება კოცებო თქვენზე დიდი მოღალატეები ვინა ბიჭო ყველა მთავრობის დროს ჩათლახობდით ყველა მთავრობის დროს პროჭობდით ყველა მთავრობის დროს ღალატობდით მოღალატე სახელი კი არ შეცვლია იუდა რატო არის იცი ყოველდღიურად მკვდარი როგორც ქრისტე და არის სიცოცხლის ძალა ისე იუდა და იუდას ქვია მოღალატე და წლები გავიდა 2000 წელზე მეტი და იუდას სახელი არ შეეცვალა შემორჩა როგორც იუდა მიუხედავად იმისა ბიბლიაში იუდა სხვასაც ერქვა და იუდა არ ნიშნავს მარტო ცუდ სახელს მაგრამ ის არსი რაც დარჩა მოღალატის და გამცემის მანდამაინც იმას არ ქვია აქსენტი იმას ქვია იუდა და ესეთები ხართ თქვენ კოცებო მოღალატეები და ნაძირლები და მამაძაღლები ხართ თქვენ არ ვიცი მე ვერაფერს ვერ გეტყვით მე შემიძლია ერთი რაღაცა გითხრათ და გირჩიოთ გულახდილად შემოკარგებო ყველას აბსოლუტურად ამათ მიმართ ნდობა იქონიეთ ნულოვანი კაცო ესე იგი ეს უშიშროების ნასეტკები რა გამოსავალს მე ვხედავ პირდაპირ მე ბევრჯერ მთქვი ახლაც ვიტყვი სოციალურ რევოლუციაში და ამათი კოცების და ნაცების დასრულებაში რა ვიღაცა უნდა წავიკითხო რა ეს კომენტარი ვიღაცა ლინდა წერს ლინდა აი მივაქციოთ ყურადღება და ნინო 777 აქ მე ლინდას ქვევიდან მიწერილია რა მაგარი ფსევდონიმები გაქვთ აღებული თქვენ და უნიჭოებო რა რომ ჩამოდიო შენ ჩამოდიო მძღნერო ჩამეყოფილო მძღნერი ჩამოდიო საქართველოშიო შენი ჩაჯმული სახე გამოავლინეო ხედავ შენ რა მაგრად აწუხებთ ბიჭო ამ გოგო ბიჭებს რა მაგრად აწუხებთ ამ გოგო ბიჭებს სიმართლე რა ვიცი იცი რას გეტყვი მე პოლიტიკური აქტივობა როცა დავიწყე და ზოგადად ჩემი გამოსვლები რო დავიწყე ხო მე 5 წელიწადი საქართველოში ვიღავ და მე შენ არც ერთ ბარიერზე არ მინახი ხარ ან ვინმე ის უფლების დამცველად ან კეთილდღეობისთვის ამ ქვეყნისთვის რა ვიცი შენ მაშინ რომელ ტუალეტში ინახავდი შენს ფეკალია შენ ნაძირალა დედაკაცო შენ არ იციო ძმაო რა ძალა აქვს მუქარას და კარტოფილს ერთ ვიცი გიორგი ვიცი ჩემო ძმაო მუქარას და კარტოფილს აქვს ძალიან სერიოზული ძალა ეს არის დამატყუებელი სინდრომი ჩემი ერის სამწუხაროდ რა და უბრუნდები იმ თემას რა ბესელია გახდა ადვოკატი ზურაბიშვილის და
ზურაბიშვილი იძახის თურმეო მეო სახეზე მაქვს ახლა ვაგერო ნაკაწრი მქონიაო მეო სახეზეო და პროკურატურაში განცხადება შეიტანეს რომ იმაში რა ქვია აეროპორტში სახეზე მიაფსეს ერთის მხრივ რა არის იცი არასწორი აი გინდა თუ არ გინდა შენი ინსტიტუცია რა იმ პრეზიდენტად ნაჯდომი რო არის და რაც არის ასე თუ არის თუ ისე თუ არის ხო იბადება მაშინ შეკითხვა იმას თუ არ შეუძლია ქვეყანაში უსაფრთხოდ გაიაროს ქუჩაში მაშინ ჩაულებრივ მოქალაქეს რას უზამო აი просто ეგ არის სწორი დასმული შეკითხვა იმიტომ კი არა რომ სარომე ზურაბიშვილი მიყვარს აი იმიტომ რომ ქვეყანაში მონგრეულია აბსოლუტურად ყველა სიმაღლე მაგრამ იცით რაშია საქმე ღალატის კლასიკური გაგება ქოცურად რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის მოღალატე აპრიორი არის ქვეყნის მოღალატე მოღალატე არც ერთი არ არის კაი არც ბიძინა ივანიშვილის და არც სამშობლოს მაგრამ განსხვავება მაინც დიდია ბიძინა ივანიშვილსა და სამშობლოს შორის რა როგორც ის იძახის რომ სამშობლო ემოციური ფონი ვიღაცამ გამოსირებულმა რო დაუწერა უშიშროების თანამშრომელმა კგბ-შნიკმა რა ისაც ასწავლიდნენ კგბ-ს პოლიტრევკომის გაკვეთილებზე რა არის როდინა ეგ არის საქმე რა შეურაცხყოფას კი არავის არ ვაყენებ იმ კგბ-ში და იმ საბჭოთა კავშირის დროს გაცილებით უფრო მორალური მილიცია და უშიშროება იყო ვიდრე დღეს ახავს ბიძინა ივანიშვილს მაგრამ ერთ-ერთი მოტივის გამო ისინი იდეას მაინც ემსახურებოდნენ ამგეს არც იდეა არც მწამსი არაფერი არა ქალბატონო ხადია უშველებელი დაადგა ჩემ მტერს აუცილებლად გვეშველება თუ ჩვენ ვისწავლით ერთად დგომას და გადაულით თავზე ამდენ ნალზირალას თუ რა ერთადერთი სოციალური ექსპერიმენტი გაკეთდა ვირთხებზე და თუმცა სამწუხაროა მაგრამ ძალიან გავს ვირთაგვის და ზოგადად ამ ღრნელის ინტელექტუალური მონაცემები ადამიანის ინტელექტუალურ მონაცემებს ცნობილი ფაქტია და ამიტომ აკეთებენ ვირთხებზე ექსპერიმენტებს და გეტყვით აგერ რამოდენიმე ათეული ვირთხა ასე არ ვიცი 50 თუ 30 ჩასვეს ისეთ გარემოში სადაც 100,000 ვირთხისთვის იყო საარსებო რესურსი და აინტერესებდათ მეცნიერებს რა იქნებოდა შემდეგ აი იმის ანალოგიური ვარიანტი გააკეთეს თორიების ვირთხა რო ქონდა როცა ამ 30 თუ 50 ვირთხას არ მოუწენდა ბრძოლა გადარჩენისთვის რა მოხდებოდა შემდეგ რა იქნებოდა აი უკიდურესობის სახეს განახებთ და გეტყვით ამ წუთას ყველაფერში რა მოხდა იცით თავიდან წავიდა პოპულაცია და ამ 100,000 ვირთხის საკმარში რომ ამ 30-მა ვირთხამ უზრუნველად იცხოვრა გააჩინა 2,000 ვირთხა მაგრამ აქ უკვე პოპულაცია შეწყდა იმიტომ რომ დაიწყეს კლანებად დაყოფები გაჩნდა სოციალური ინტერესები მათ შორის და ბრძოლა დეპრესიული მოვლენა წარმოგიდგენიათ რა მოხდა მიუხედავად იმისა რომ მათ ჰქონდათ იმის უნარი გამრავლებულიყვნენ მათ განიცადეს რეგრესი და ეს 2,000 ვირთხა დაეშვა 900 ვირთხამდე და მოდიოდა აქეთ და ჭამდნენ ერთმანეთს მიუხედავად იმისა საჭმელიც ჰქონდათ და სასმელიც ჰქონდათ და მე ადგენენ და შეწყვიტეს ეს ექსპერიმენტი საინტერესო იყო ბოლომდე მieყვანათ რა მოხდებოდა თორიების კაცში რა მოხდა აშიმშილებდნენ ვირთხებს და თორია მე უგდებდა დავიჩინებულ ტყავს და ერთმანეთს ჭამდნენ და ვინც გადარჩებოდა ის იქნებოდა კაცი ჭამი ნიშნულობა არა აქვს შენ გაქრყნის გაჭირვება და გაქცევს კაცი ჭამია თუ სიმდიდრე და ბუბუნები შენ თუ ზღვარი აი მორალი აკდევს ამის შენ თუ არ იცი შენი ზღვარი სად არის ხო შენ დაიღუპებ ქართველმა კაცმა მისი ზღვარი არ იცის სად არის სამწუხაროდ უნდა ითქვას ეს ქართველი კაცი სამწუხაროდ გახადეს იდეური მათხოვარი აი ვიღაცა მოვა და გვიშველის ვიღაცა მოვა და გადაგვარჩენს ამას წინათ წავაწყდი იმ სწორ
ვიდეოს რა ივანიშვილს რომ მიედნენ და რა ვიციო ბძიაო თქვენ რომ დაგეხმაროთ მე აქო 1000 კაცი მოვაო თქვენ მაგივრათო ამიტომ მე თქვენ არ დაგეხმარებთ ისიც სიცრუეა რა აი მე რა მინდა იცი შენი დედის ტყუნა მინდა შეუშიშროების ნაბოზვარო პროჭები რა გამოსვლა არ შემიძლია ჩემთვის რო ვილაპარაკო ვიღაცა პროჭს რო არ შეუთანხმდე აქ მე რა მინდა რა უნდა უთხრა ამის დედა შევეცი ხო რა მორალის ხალხია თუ რამე შენი არ მოწონთ ეგრევე გაგინებენ გადაფურცლე რა წადინა ნგაჟოუზე ვინ დაგაძალა აქ ყოფნა აქ დგომა 1000 საშუალება გაგ 1000 სივრცეა მიხედეთ ემას მე ითქვი სული შედედა ატირებულო რატო იტანჯავ ჩემი ყურებით თავს ვინც ახლა არ მოგწონს სიმართლე გაიარე ეს არის უბედურება ბერლინიდან მივესალმები ბერლინში მივესალმები კაი ადამიანებს ხალხს რატო უხარია უკრაინის მარცხიო თედუ ამბობს ვერ გავიგე არ ვიცი ჯიგავრო საერთოდ უკრაინის მარცხი კი არა კაცის მარცხი როგორ უნდა გიხაროდეს ქვეყნის მარცხი კი არა უკრაინა ზოგადად ჩემი მეგობარო სიხარულის და აგზნებების გარეშე დიდი ხანი განწირული იყო რა ამ ომში და ვინც ეს არ იცოდა ვინც ამაზე არ ქონდა სწორი წარმოდგენა მე ვფიქრობ რომ იმას საერთოდ ჯანსაღესთან დიდი პრობლემა შენ როგორ გეგონა აბა რა ესა არ დამარცხდებოდა და გაიმარჯვებდა უკრაინა და მოსკოვში შევიდოდნენ და უკრაინული დროშას ააფრიალებდნენ კრემლზე მართლა ასე გეგონა პრობლემა იყო ეს ხო და აი იმ რუსულ ფორმატს უბრუნდები რა სამში გრძელი რო აქ გაკეთებული კიდე ვოლსკის უთქვია რომ ამ ეტაპზეო ჩვენ თავსო ვერ ვხედავთო მაგრამ მერეო შეიძლებაო ჩვენ თავი დავინახოთო გამიგე მადლობა ჩემო კარგებო ვინც მიყურებთ ხო და ეს რას ნიშნავს იცი ეს არის წინა ფლირტი იმისი რომ ესენი დაждდებიან მოლაპარაკების მაგალითად კიდე ერთხელ ვამბობ რა პრობლემას იმაში არ უყურებ რუსებთან დაიწყოს დიალოგი საქართველოს პრობლემას იმაში უყურებ ვინ დაიწყებს დიალოგს და არ წავიდეს ეს ყველაფერი ბიზნესმენების გადასარჩენა და ბიზნა გამარჯვებული არ დაბრუნდეს მერე არ თქვას აჰა მე ევროპაში დამისანქცირეს ბიზნესები და წამოვიღებ აგერ რუსეთში და ჩვენთვის დემოკრატია ეს ყოფილა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ არ არის გამოსავალი ერთი ტრაკიდან გამოსვლა და მეორეში შესვლა შენ უნდა შექმნა ძლიერი და ძალა შენ ხელში უნდა აიღო რა შენ უნდა შექმნა ძლიერი საბანკო სისტემა შენ უნდა შექმნა ძლიერი საბანკო ველი შენ უნდა შექმნა ძლიერი ქვეყანა ძლიერი საზოგადოება შენი ეკონომიკა უნდა შექმნა შენი ოქრო უნდა გქონდეს ქვეყანაში შენი ბანკების სავსე უნდა იყოს ოქროს ზოდებით და ის უნდა იყოს შენი ვალუტის გარანტი რომ ინფლაცია არ მოხდეს უნდა შეიტანო ოქრო იქ კი არ უნდა გაქონდეს 7 ტონა ოქროს რაღაც საზღვარგარეთ ყველაფრის იმპორტიორი რო ვარ რატო ვარ ოქროს ექსპორტიორი ქვეყნიდან რა ოქრო არ ვარ და უნდა გადავაგდო აი დედა რამდენი დასირებულია ამ ქვეყანაზე ხალხს იცი რა აინტერესებს აი ესეთ რაღაცებს რო ვლაპარაკობ რა აინტერესებს მაგალითად რა ზომა მაქვს ფეხი თმას საით ვივარცხნი ესენი ავანტყოფები არიან რა აი ესენი არიან უშიშროების ნარატივჩიკები კარგი ჩემო კარგებო მოდი დავასრულოთ დღეს გამოსვლა მართლა არ არის ლამაზი როცა ერთი კაცი გამოდიხარ და მოვლენებს იმაშვები რა ქვია მოვლენებს განიხილა იმიტომ რომ საჭიროა მეორე ადამიანი ვინც კომპლექსურად აფასებს ამას რა ასე რომ მე შევეცდები ჩავწერო ეს ბლოგი კოჩა ვეტრიაკოვთან და აი იქ განვიხილოთ ყველაფერი კი თედო გისმენ ჩემო კარგო სანამდე გავალ ეთერიდან მანამდე შემიძლია გიპასუხო და შეგიძლია მკითხოთ რა მოგვიანებით მე გავეთიშები
კარგით, მაშინ მე თედო მარდასვე შეკითხვა ეთყობა გავიდა. არა უშავს. კიდე შემოგიერთებით. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ვინც ისმენთ ამ ვიდეო ლაივს, ყველამ გამოიწეროს ეს ვიდეო ბლოგი და შემომიერთდეთ ამ გვერდზე და იმ სოციალურ პლატფორმებზე, სადაც ეს ვიდეო ბლოგები განთავსდება. გისურვებთ წარმატებებს, აბა თქვენ იცით.